დეკემბრის შემდეგ ქუთაისიდან კოპენჰაგენშიც გაფრინდებით და პირიქით ახალი მიმართულების დამატება მგზავრების გაზრდილმა ნაკადმა და ტურისტების მზარდმა ინტერესმა განაპირობა. ზოგადად ქვეყნის ყველა აეროპორტი წელს უფრო მეტად არის დატვირთული. ნინი ჩუბინიძე გიამბობთ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უცხოელმა სტუმრებმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის სამოგზაურო რუკაზე პირველ მდებარეობად მონიშნეს. ტურისტები საქართველოს უნიკალური ბუნების, კულტურისა და ტრადიციების გაცნობას ძირითადად ქუთაისიდან იწყებენ. ოფიციალური მონაცემებით ყველაზე მეტი მგზავრი წელს სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო, რასაც ხელი შეუწყო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დანიშნულმა პირდაპირმა მიმოსვლა. წარმატებული მოლაპარაკებების შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ პირველად იანვარის-სექტემბრის მონაცემებით გვაქვს ძალიან კარგი და პოზიტიური მაჩვენებელი ავიაციაში მგზავრთნაკადის აღდგენის კუთხით და სასიხარულო ის, რომ საქართველოს 9%-ით გააუმჯობესა მგზავრთნაკადის რაოდენობა, რომელიც ჩვენ გვყავდა COVID პანდემიამდე. და ძალიან საამაყოა ის ციფრი, რომ ქუთაისის აეროპორტმა ასევე წელს პირველად გადააჭარბა 1 მილიონ მგზავრს. ქუთაისის აეროპორტის გარდა მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემებით იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 19,460 რეისი შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 20%-ით აღემატება. აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ წლის ბოლომდე პირდაპირი მიმოსვლა ევროპის კიდევ ერთი მიმართულებით დაემატება. ჩვენ დეკემბრის თვეში გვემატება ვიზიარის მეოთხე ბაზა, რომელიც უკვე სკანდინავიურ ქვეყნებთან და კერძოდ კოპენჰაგენთან დააკავშირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ჩვენი ქვეყნის სწორი პოლიტიკის შედეგად გვაქვს დღეს შედეგი ის, რომ საქართველოში აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 4,5 მილიონი გადააჭარბა ჯამში, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით სრულად არის აღდგენილი და დაახლოებით 10%-იანი ზრდა გვაქვს. ტურისტული ნაკადების მატება დაეწყო კერძო სექტორსაც. ტურისტულ კომპანიაში განმარტავენ, რომ წინა წლებთან შედარებით უცხოელი სტუმრების რაოდენობა არა მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, არამედ სხვა პერიოდშიც გაზრდილია. ჩვენი კომპანიის მაგალითზე გაიზარდა მოთხოვნა ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული არის საერთაშორისო პირდაპირ რეგულარულ რეისებთან და მოთხოვნადი არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დათვალიერება და ისეთი ტურისტული პროდუქტები ასევე, რომელიც კავშირში არის მთლიანი კავკასიის რეგიონის აღმოჩენასთან. საერთაშორისო აეროპორტების გარდა მგზავრთნაკადი როგორც წინა წლის ანალოგიურ, ასევე 2019 წლის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ადგილობრივი დანიშნულების, მესტიის, ამბროლაურისა და ნატახტარის აეროპორტებშიც.